ირაკლი ღარიბაშვილი სუსში გამოკითხეს გამოძიება ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა. დღესაც არ დაკონკრეტებულა, რას ეხება მთავრობის ყოფილი მეთაურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლი ლუაშვილის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფერცხელაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. უახლოეს დღეებში ბრალდების მხარე თავად გადაწყვეტს აღკვეთის რა ზომას მოითხოვს ღარიბაშვილის მიმართ სასამართლოსგან. მანამდე კი იყო სახლებში ჩატარებული ჩხრეკა, ამოღებული სოლიდური თანხა და ფასინივთები. სისხლის სამართლის საქმეებში დღეს კიდევ ერთი ფიგურანტი გაჩნდა. გრიგოლი ლუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე, რომელსაც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. საუბარია 8 წელზე. გამოძიება ერთ-ერთ მტკიცებულებად მისგან ამოღებულ თითქმის $1.5 ასახელებს და კონკრეტულ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს. ანა ბროლაძე გვეტყვის, რა კითხვები აქვს გამოძიებას ყოფილ პრემიერთან, რომელიც ორგზის პრემიერობის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან თვეების წინ წავიდა. ანა გისმენთ. დღეს მოვისმინეთ საგამოძიებო უწყებებში ჩატარებული რამდენიმე ბრიფინგისგან მიღებული ინფორმაცია. პროკურატურის გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გითხრეს, რომ ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს გამოძიების და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებები. დღეს კვლავაც არ დაუდასტურებიათ და არ დაუკონკრეტებიათ, რა სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობს ამ შემთხვევაში ერთი მხრივ სუსი და მეორე მხრივ პროკურატურა. თუმცა თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა გამოკითხვაზე, ის თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არ მიუღია სუსს გადაწყვეტილება, რა იქნება მათი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება და რა აღკვეთი ღონისძიების რა სახეს მოითხოვენ. ამ შემთხვევაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ შეგვიძლია ვთქვათ, კადრებიც გავრცელდა მოგვიანებით ერთ-ერთი მედია საშუალების მხრიდან, როგორ ტოვებს ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოკითხვის შემდეგ. ახლა სწორედ ეს არის თავარი შეკითხვა, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მიიღებენ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას და საზოგადოებას გააცნობენ, როგორი იქნება ამ შემთხვევაში ალბათ უკვე პოლიტიკური ნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, მოითხოვენ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას თუ არასაპატიმრო, ასე ვთქვათ, სასჯელს და ეს არასაპატიმრო რა იქნება გირაო, იქნება ქვეყნიდან გაუსოლობის ხელწერილი თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებები. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ შეგვიძლია მოვისმინოთ, რა თქვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას. მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, ვესაუბრეთ უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატს. ლილი გოგოლაძე იქნება მისი ინტერესების დამცველი და ის ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი უახლოეს დღეებში საზოგადოებას გააცნობს თავის სიმართლეს, ასე ვთქვათ, იმ ინფორმაციას, თუ რაზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რა ინფორმაცია მიაწოდა სუსს. ისაუბრებს ასევე იმ გავრცელებულ ვიდეო კადრებთან დაკავშირებითაც, რომელიც გავრცელა ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებამ, როდესაც მათ თქვეს, რომ სამ ყოფილ მაღალჩინოსანთან და მათთან დაკავშირებულ 5 პირთან მიმართებაში ჩატარდა ჩხრეკა სახლების, საცხოვრებელი ბინების, პირადი ჩხრეკებით და 22 ადგილას შედგა ზოგადად ასეთი ღონისძიება. შემდგომში გავრცელდა ის ვიდეო მასალა, რომელიც ასახავდა ამ ჩხრეკების შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს, იქნებოდა ეს ოქროული ფული თუ ასე შემდეგ და ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო, რომ ყველაფერი, რაც ნახა საზოგადოებამ, არ არის მისი სახლიდან ამოღებული, თუმცა ამას არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება ასეთი ტიპის კომუნიკაცია, ბუნებრივია ჟურნალისტების მეშვეობით, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაცია, ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებების და მეორე მხარესაც, ვის მიმართაც არსებობს კითხვები, სასაუბრო აქვს საზოგადოებასთან. მოიცა ეს მაინტერესებს
ყარიბაშვილის არც ბრალი წარდგენია, არც ბრალდებული არ ყოფილა, შესაბამისად საქმის მასალებსაც არ ვიცნობ. მოწმის სახით იქნა მხოლოდ გამოკითხული და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მან გამოძიების მხრიდან დასმულ კითხვებს გასცა პასუხი და ახსნა გარკვეული დეტალები. ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ამ ეტაპზე არ გავაკეთებთ კომენტარს, ვიტოვებთ უფლებას, რომ დავფიქროთ უახლოეს დღეებში, გააჩნია დანაბიჯი იქნება გადმოდგმული ბრალდების მხრიდან, ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ადვოკატების აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, ოქროულობა, ჯაჭვები და ასე შემდეგ, თითქოს და არ განმარტეს, რომ ეს საიდან და ვისგან იყო ამოღებული და რატომღაც ყველა მიაწერა ეს ირაკლი ღარიბაშვილს. აი შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი და მისი სახლიდან ასეთი ერთი ნივთიც კი არა, არათუ რაოდენობრივად ამდენი, ერთი ნივთიც კი არ არის ასეთი ამოღებული. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, შესაბამისად ღიად რჩება საკითხი, რა საქმეებზე მიმდინარეობს, რა მუხლით სისხლის სამართლის გამოძიება. ერთი მხრივ სუში და მეორე მხრივ პროკურატურაში და აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრიფინგს წინ უსწრებდა მთავარ პროკურატურაში გამართული ბრიფინგი, სადაც თქვეს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის დაკავება მოხდა, საუბარი არის კობა ხუნდაძეზე, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს ედავება და ამ პირის სახლი გაიჩხრიკა მას შემდეგ, როდესაც წინა კვირას მოვისმინეთ, რომ სამ ყოფილ მაღალჩინოსანთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გრიგოლ ლილუაშვილთან და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირების სახლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. ამის შემდეგ დღეს უკვე გავიგეთ, რომ დამატებით 11 ლოკაციაზე შედგა ასეთივე ტიპის საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ კობა ხუნდაძის სახლი, საიდანაც როგორც გამოძიება ამბობს, 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა ამოიღეს. მთლიანობაში საუბარია 1,319,300 ამერიკულ დოლარზე. ასევე ჩატარდა ჩხრეკა უშუალოდ ყოფილ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პირზე და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ამ შემთხვევაში არის მიხეილ ჩოხელი და მისი ოჯახი, რომლის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პროკურატურის ინფორმაციით ასევე ამოღებული იქნა 2,904,900 ამერიკული დოლარი, თუმცა დღეს გამოძიებამ გვითხრა, რომ მხოლოდ ერთი პირი კობა ხუნდაძე არის დაკავებული და ისაუბრეს იმ სქემაზე, რომლის მეშვეობითაც ამ შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულმა ამ პირმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზება მოახდინა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა მოცემული სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებები დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განხორციელდა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა. შედეგად თითქოს და კანონიერი შემოსავლის წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით 2017-2025 წლებში ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით.
როგორც მოისმინეთ, გამოძიება გრძელდება, საინტერესო იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში სუსი აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რას მოისთხოვს ის ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში და საინტერესო იქნება თავად კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილსა და საზოგადოებას შორის, რა აქვს სათქმელი ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ორგზის პრემიერ-მინისტრსა და პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელმაც დღეს მას კითხვები დაუსვა. ნახოთ, როგორი იქნება უახლოესი დღეების ქრონოლოგია. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში სუსსა და პროკურატურაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგებზე.